ისევ გამარჯობა მეგობრებო. გავაძველოთ ჩვენი რუბრიკა ფული. ეხლა ფიქრობდი ამ რუბრიკაში ჩამესვა თუ არ ჩამესვა, მაგრამ მაინც ფულთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ფულის ფაქტორები ისეთ ხმამით ეხლა ჩვენი რუბრიკა ფული, ეხლა ისე არ გამიგოთ რომ აი ფულის გულით ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ფაქტია რომ ხერი ფულის გამო მოძრაობ თუ დარბივარ და რავი რას არ ჩალიჩვებ და რას არ ვაკეთებთ, ხო? და ამიტომ აი გაგებით, ცუდ გაგებით ამ რუბრიკას დავარქვით ფული და ფულს მიყვება ჩვენი ცხოვრების ასე ვთქვათ ბიოგრაფიული მონაცემები. პარალელურად ქვეყნის და ზოგადად ჩვენ როგორ ვამბობთ ხოლმე ეს ჩვენი ყველა ვიდეოები და ხშირად ვამბობ თუ ვინმეს გამოადგება განსაკუთრებით თუ ამერიკაში წამოვიდა და რაღაცა თავის ცხოვრების ორ საფეხურებს იწყებს ამერიკაში, ცუდი არ იქნება. ნუ ყოველ შემთხვევაში თუ გამოვიყენებთ, კარგი იქნება, თუ არა და ეს უკვე ჩვენი ამბავია. დანარჩენი ახლა ჩვენი არხი მაინც სულ იმას ვამბობთ, რომ ცხოვრება ლამაზია, მშვენიერია, თავისი მინუსებით, პლუსებით და უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის მზად. ერთ-ერთი ესეთი მომენტი ჩემი ცხოვრებისა, არა მარტო ჩემის, იმიტომ რომ ვერმა მითხრა რომ აუცილებლად მოგვიყევი ამ თქვენი ციხის ამბავი, რომელიც დამემართა მე ამერიკაში ყოფნის დროს და ეხლა უნდა მივიდე მეტრომდე, მეტროში უნდა მივიდე, მეტრო რაღაცეთი 1 კილომეტრამდე მაგასავე და მეც მოვყები შეძდები და გვარად სამწუხაროდ ძალიან დრო მაქვს შეზღუდული, ვერ ვახერხებ. ეხლა ბიჯიაჯო ვახსენებ და იქაც ვერ მივდივარ, იმიტომ რომ ხვალ უკვე უნდა გავფრინდე და დრო არა მაქვს და ის მენახა ის ადგილი, სადაც გავატარე ჩემი ასე ვთქვით ამერიკული, ანუ როგორ გავატარე და როგორ მოხდი ამერიკის ციხეში. ვიდეოდან შეგახსენეთ, რომ მე უკვე ფაქტიურად მოვეწყე მძღოლად, მუვინ კომპანიაში უკვე მძღოლი ვარ. უკმაყოფილო არა ვარ, მართალია მძიმე სამუშაო, ეხლა ავეჯებს ვატარებ, მაშინ ახლა წელი ამწყიო და არაფერი სპორტსმენი ვიყავი კიბეებზე, ავათრევდი პიანინოებს, სოფებს, აფებს, ყველაფერს და პლუს ხელფასისა საათში მაძლევდნენ $10 და პლუს ტიპები და პლუს რაღაცეები, მაგას ახლა წვიმანებია და საერთო ჯამში ცუდი სამსახური არის. 2 თვეა მუშაობ, ებრელი არის ჩემი უფროსი. ებრელები ხო იცი როგორი ისინი არიან, ძალიან ბიზნესში ამბები არიან და გეტყვით ახლა რატო ვიძახი ამას მე. და ერთხელაც აი ესეთი მანქანა მყავდა უყოთ სატვით ეს ახლა ეს აქ იქნება ასეთი მანქანა თუ გამოჩნდება გაჩვენებთ. მივედით ჰარლემში. ჰარლემი მოგეხსენებათ მანჰეტენის ჩრდილოეთ ნაწილია და უნდა გადაგვეყანა რაღაც ზანგების ოჯახი იყო. გადაყვავდა ჰარლემიდან უნდა წაგოღო ეს ავეჯი ნიუ-ჯერსის რომელიღაც ქალაქში. ჯგუფში ვიყავით მე, ძღოლი, თურქი სუპერვაიზერი, 2 რუსი და 1 ოსია სამწუხაროდ ის გარდაეცვალა. როგორ მახსოვს 5 წლის წინ და ჩავედი იქ იმაში ორჯონიკიძეს მიუსამძიმრე და ისე უხაროდათ იმ შვილებს. ნუ კაი, ეს მივედით ეს სასტავი და დავიწყეთ უკვე ავეჯის გამოტანა იქიდან, ოჯახიდან მანქანაში დატვირთ. სწორედ რომ ტვირთავს, მაგრამ ვამჩნე რომ ამ რა ქვია ამ ზანგის ოჯახია და ხედავ რომ ეს მანქანები მოდიან, აი ზანგ ვიცი როგორი მოძრაობები როიციან ხოლმე. იმისი მოძრაობები როიციან, ხო იცი ეს ნარკომანებს რო ახასიათებ და რაღაც არ მომეწონა ეს სიტუაცია და მეუბნები ამ ჩემ თურუხზე, ბიჭო მეთქი რაღაც არ მოწოს ეს ხალხი მეთქი, კაცო მგონი ნარკომანები არიან მეთქი და კაცო შენი რა საქმეაო? დატვირთე და წაიღე შენი ამბებიო რა. ნუ კაი დავტვირთე, წავიღე და ტვირთავ და დავტვირთეს ეს მანქანა და დავიძარი და ვაშინგტონის ხიდი, ახლა ვინც ნიუ-იორკში ცხოვრობს, ყველა მიცის სად არის ეს ვაშინგტონის ხიდი. გადავედით ამ ვაშინგტონის ხიდზე და პოლიცია დაგვადგა, გაგვაჩერა, გვერდზე გადაგვაყენა. და ხელები მაღლა, რაღაცა ძაღლი გადმოიყვანეს, ასე მანქანაზე ხელი მიგვადებინეს რაღაცა და ამ ძაღლით დაიწყეს რა ქვია იმას. გაჩითვა რა მთელი მანქანის და რომ მივიდა ეს ძაღლი, აი ხო ეხლა ხო ზიხარ ასე მწყორთა და ქვემო და დაიწყო ყეფა და
ჩემი ძღოლის კამის ქვემოთ ნაწილიდან გამოიღეს 9 კილოგრამი გეროინი. ნუ ჰეროინი, როგორ ჰეროინი ქართულად. პოლიციამ გადმოიტანა და მეუბნება ეს რა არისო? მე ვთქვი რა არის? შენიაო? არა, ჩემი არ არის მეთქი. აბა რა უნდაო? პირი გამჩა და წაგვიყვანეს პოლიციაში. წარმოიდგინეთ 9 კილოგრამი გეროინი. ეს არის რაღაც ერთი $100,000 საქონელი რა, ნუ ნარკოტიკების იქიდან გამომდინარე, მაღაზიაში ჩივი. წავიდა გამოძიება მთელი ამბები და ის მეუბნება ახლა პოლიცია ხო იც ამერიკაშიო. ვიცითო რომ შენი არ არისო მეუბნება. ეს პოლიციელი თუ გამომძიებელი როგორ გითხრათ, მაგრამ დაგვიმტკიცე რომ შენი არ არისო. მეთქი არ არის ჩემ. აბა შენ იმაში როგორ მოხდა? ამიტომ ჩვენ ვერაფერს ვერ გიზავთო და რაღაცა მოახერხეო და შენ ადვოკატებზეა ყველაფერი დამოკიდებულია. გადავირია და ნუ ეს რო აღარ ტვინი რო აღარ შეგიჭამოთ, გადამიყვანეს აქ არის ტრაიბოროს ხიდი, ახლა კენედის სახელობის ხიდია, ქვინსიდან იქ რო გადადიხარ, აქვია ბრონქსში და მანჰეტენზე ტრაიბოროს ხიდი ქვია, ადრე ახლა კენედისა და იქ გვერდზე არის დიდი შენობა და ფედერალური ციხეა რა. რომ მუშაობდი მე ვიდეო მაგ გადაღებულ თუ თქვენ გახსოვთ და მე ეთქე გაჩვენეთ და იმ ციხეში გამაგზავნეს. წარმოიდგინეთ მეგობრებო, ნარკოტიკების გასაღების სტატია ეს საშინელება ეხლას რო დაგიჭირონ მაგაზე ჩათვალე რომ თელი ცხოვრება თუ არა 20-25 წელი ვირის აბანოში მოგიწევს ყოფნა. მოხდი ციხეში. ეს ყველაფერი მე კარგად ამაქვს ჩემ წიგნში აღწერილი, ვისაც მოგზაური დროურები აქვს წაკითხული ეს შეგრძნებები, ეს ყველაფერი ჩემებურად აღწერილი მაქვს და ეხლა ამ ვიდეოში თავისებურად გავიხსენებ. მოხდი ციხეში და აქ საერთოდ ციხეში არის ორ საწოლიანი საკნებია და შემიშვეს და გვერდზე წერს მოხუცი კაცი ბიძია ჯო. მაგასაც მე ცალკე მოვიყვებით, მთელი ამბები იყო და თავიდან ეს პირველი შთაბეჭდილება მან როგორ აიცი, ხო გამოდიხარ მე დიდი მოედანია ეკა და შუადღეს გამოდიხარ, ზოგი კალათბურთს თამაშო, ზოგი ვარჯიშო, ზოგი სასეირნო ადგილია და გამოვედი და ახლა სტრესში ვარ რა, სტრესშია და ახლა ციხეა რა, წარმოიდგინეთ ახლა მე საქართველოში კი ვიჯექი ციხეში, მაგრამ იქ საკანში ვიძეხი და სულ ქართველები იყვნენ და აქ გამოვედი ეზოში და 100-200 კაცი სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა ზანგები, ავიცი, თეთრები, ლათინოსები, ვინ აღარ იყო და ვეძებ ახლა ვიღაცას ჩვენებურს, ქართველს, ომერს, უზბეკს, აი ოღონდ რუსულად მოლაპარაკე იყო და ვერა, კაციშვილი არ არის. აგინდა როქნა. ოდა სტრესში ვარ, ძალიან მაგას სტრესში და დამჭა ეს კაცი მოხუცი, მაგრამ ეს რამდენჯერად შევედი, სულ ეძინა ამას, ამ კაცს, მოხუცი იყო ბიძია ჯო. მაგრამ შევა, შემომხედავს გადატრიალდება. შავკანიანია ზანგია, მოხუცი 70 წელს გადაცილებული, შემომხედავს გადატრიალს. გამარჯობა თუ ეუბნები, არ მაქვს ეს ყურადღება. საშუალება იმათაც არ თვლის, რომ გამარჯობა მითხრას. ვა, გავიდა 1 დღე, გავიდა 2 დღე, გავიდა 3 დღე. ბიჭო, ფიქრობ, აი, ხომ უნდა შეხვიდე კომუნიკაცია, არ შემოდის კაცი რა, ცოცხალი თავით არ შემოდის ჩემთან ურთიერთობაში. და ერთხელაც აი საჭმელი რომ მოგვიტანეს, რაღაცა პატივისცემის მისდევ, მეტი ასეთი ნამცხრებს აძე, ის ნამცხვარი მივეცი და ასე დემონსტრაციულად გადამიგდო რა. ვა, უშინ ფიქრო რა გავაკეთო. ვის მიმართო? ძალიან მაგარში ძალიან ისეთი არაორდინარულ სიტუაციაში ჩავადი ამ კაცის ამბავი, ნუ ვერ ხვდები რასაკეთე, რა უნდა ამ კაცს რა, არ მელაპარაკე, გავიდა 4-5 დღე. ამასობაში მე პერიოდულად გავდივარ ხოლმე გარეთ, გამოდივარ და მივედი ეზოში, ვისთან უნდა მივსულიყავი და ხედავ რომ როგორ არის ეს აქაც არის დაჯგუფებებია თავისებული, იქ ლათინოსები ერთად განან, იქ ზანგები ერთად განან, იქ ცისფერები იყვნენ ერთად განან და თავის ჯგუფები ქონდა და მე აღარ ვიცოდი ვისთან მივსულიყავი, არავინ არ მელაპარაკება, ასე თქვათ, ცივად ღებულობენ, არაფრად არ რთულია და ერთხელაც ზივარ ახლა ჩემთვის, ფიქრები მიტრიალებს და ჩემთან მოვიდა ერთი
აი და გეშგვი ზანგი იყო და ერთი სამი კაცი მოყვნენ რა და Who are you? ვინახარო მეკითხებია. მეთქი აკაკი ვარ. ვინახარო? რა კაცი ხარო მეუნება? მე ვუთხარი აკაკი ვარ. ვერ გაიგო. აკაკი მე არ ვიციო. ყოველ კვირასო ორშაბათ დღესო ყოველ კვირასო ორშაბათ დღე $100 მოგცემო რა. რას მომცემ მეთქი ვერ გავიგე $100 მომცემო ყოველ შაბათს. და რატომ მეთქი და რა შენ არ იცი აქ რა წესებია ვინახარო მეკითხებ. ესე იგი აინტერესებდა რომ მეთქო რომ მე ვინა ვარ დამიტკიცებია რომ მე რაღაცა დამსახურება მაქვს და რაღაც წესებს თავაზობდნენ რა. ჩავარდი საგონებელში. მოვედი ხა ისევ საკანში, ეს კაცი არ მელაპარაკება. ჩილო რა შევჩილო. ნუ კიდე გავიდა 3-4 დღე კიდევ ეზოში გავედი. ეს ზანგი ისე მოვიდა ჩემთან. ფული მოიტანეო. მეთქი რატომ უნდა არ მოვიტან მეთქი. ბიჭო ვინახარო მეგობარია რატომ უნდა მოვიტანო მეთქი. წადიან მეგობარია ამხანაგი არ აკავსო ვინახარო ვაფშეო. მეთქი ესა ვარ ქართველი ვარ. მე მეგობრები არ აკავსო. უთხარი და მოგიტანო. მეთქი რა უნდა მომიტანო რა. არა და მაშინ ასუქს მოგთხოვთო. მეთქი ვერაფერსაც ვერ მომთხოვდა და ბახ რო გამოუშვა ეს მუშტი და ერთმა ორმა რო წიხლები, აი გამაგორეს მიწაზე. კარგად ბეგვეს, აი სიცხვილიდან სიცხლი წამომივიდა. კარგად ბეგვეს მთელი სინიაკები და მიმატოვეს. იქიდან ისინი ხოდგანან დამცველები და ხმა არ ამოიღეს. აუ ძლივს ავდექი ეს სინიაკე ასე თვალები რაღაცა და სანშორიდან მიყურებენ რა. თან ასე დამცინავად ხო იცი. ძლივს ავდექი, ძლივსა მივჩანჩადი ჩემ ოთახამდე. ოთახზე საკანში მივედი და დავჯექი და ეს მოხუცი მიყურებს რა. მიყურებ და ხმას არ იღებს და მე ჩემი თავი ძლივს დავწექი იმ საწოლზე, იმიტომ რომ გერდები დაბეგვილი მაქვს და აუბედურებული. ამას ყველა ძლივს აი ცხვირიდან სისხლიდან მომდის ყველაფერი ძალიან ცუდად თავარ და რაო მეუნება ეს თავი დამალებულა და ეს მეკითხება ვინახარო მე მეუნება მეთქი ბაბუ ეხა შენთვის არცალია თავი დამალები მეთქი ო კაი და მოვიდა და ეს სველი ტილოთი სახე მომიწმინდა ეს რაღაცა და დაისვენეო და ხვალ დაგელაპარაკებიო რა. ვაი ვაგლახი დილამდე გავათენე, ცოტა წამოვდექი რაღაცა და დილით უკვე ეს მოხუცი ცოტა უკვე ჩემსკენ იყურება და ვგრძნობ რომ ყურადღება მიიღო ჩემმა პიროვნებამ და თავის საჭმელი რომ მომიტანა პური დამემატა რა ნამსხორი რა. პურით ნამსხორის ნაირი იყო და კარგი არაუშავს ყველაფერი ხდებაო. ნიო მშვიდად იყავიო და წადი იქა პრობლემა არ არისო. შენი გაიტანეო. მეთქი თავიდან ცოტა რაო გავიტანო რაღაცა და ნუ კაი 3-4 დღე უკვე არ გამოსულა საკანი და ცოტა აზე რომ მოვედი. აი წამოდგენეთ ის დამცველები და ნაძირაწელები არ მოდიოდნენ რა. ახლა 3-4 დღე გავიდა ცოტა მოვშუშტი რაღაცა ცოტა გამიარა და გავედი ისევ გარეთ. ეზოში. არა ზანგი არ მოილოდა კაცო შენო ასე მიყურებენ რა. ოდა თაცხოვიცი ასე ხიბნო რა და არ მომაქცეს ყურადღება და ამ დროს მე ჩემ წიგში მაგ აღწერილი მას რო გითხარით ხო კუთხეებში ხო იყო ეს ხალხი ეს ჯგუფებად ხო იყვნენ ეს ხალხი და მათ შორის იყო ერთი 10-მდე კაცი იყო ცისფერები იყვნენ რა მაგრამ ცისფერები იყვნენ იცი როგორი ცისფერები აი დაკუნთული სიმპათიური ბიჭები იყო მათ ცისფერები იყვნენ რა ხო და ერთი მოვიდა ჩემთან და დამიჯდა და ვინახარო და მეთქე ასეო და ჩვენთან იმეგობრეო და პრობლემები არ გექნებაო რა იმასაც ჩვენ გადავიხდი და პროსტა ჩვენთან იყავიო და რა მეთქი რასია თქვენთან იყავი აი თქვენთან იცხოვრეო და ჩვენთანო კაი ლამაზი ბიჭი ხარო და ჩვენ გვიყვარსო ლამაზი ბიჭებია და მეთქი დავა ეხლა აუდი აქიდან მეთქი და ასეთი ფეხით ასე ფეხით დავარტყი და რომ მოტრია და რომ მომიქნია იქით გადამისვა კარგად ბეგვეს ამ ცისფერებმა ხო და
კიდე მაგი მინდოდა მე კაი დაროვი იყო ეთეთყო ბოქსიორი იყო რაღაცა ბახ და გავთიშეს და გავიღვიძე და ვარ სამანტყოფოში. მეგობრებო, 2 კვირა ვიყავი ციხის ჰოსპიტალში, ცოტა პატარა ტვინი შეყევაც მომცა, მაგრამ 2 კვირაში გამოვედი. და უკვე დავიძაბე უკვე რაღაცა და ისევ გამიშვეს ამ მოხუცკასთან. არ ვიცი სახელი, არ ვიცი და ისეთ თბილად მიმიღო ამ კაცმა. მომიძდა რაღაცა მე ბიძია ჯო ვარო. და აი იმ დღიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. და ბიძიან ჯომ ასეთი რაღაცა მითხრა რა. შევედით უკვე თელი დღე ვილაპარაკეთ იქით აქეთ ამას მე მოვხრები ახლა ასეთ ვიდეო თუ არ ამას ვერ გავაკეთებ. და არ არისო პრობლემაო, არავინ არ შეგაწუხებსო. წადი გაისვენ გამოისენეო და პრობლემა არ გექნება აქაო. გავედი ეზოში, კაციშვილი არ გამკარებია. არ გამკარებია არც ეს ზანგების სასტავი, არც ეს ცისფერი. ვიგძენი რომ ბიძიამ ჯო ფარველობდა. ესე იგი რა მოხდა საბოლოო ჯამში? ესე იგი ბიძიან ჯომ მაღიარა მე საუბარში. ესე იგი ეს ტიპი, აი საინტერესო ტიპი იყო. ეს ბიძია ჯო ნაჯდომი იყო 45 წელი ციხეში. მაგრამ როგორ ჯდებოდა იცით მეგობრებო? აი ხა მაგალითად ტიპები შეიკრიფებოდნენ, წამოიწყებდნენ, ფულს გამოიტანენ ბანკიდან რაღაცა დარღვევას გააკეთებდნენ და თავრობა რო დაძდებდა ხების ნაცვლად, ვინც ხეს აწერდა, ის მიდიოდა ციხეში და ეს ხეს აწერდა ეს ბიძია ჯო. ბიძია ჯო აწერდა ყველა საბუთებს ხეს და პასუხისმგებლობა მაგიღებდა და დანარჩენებს იმათ ვერ დაიჭერდნენ, ამას ეს მიდიოდა ციხეში და იქიდან უკვე გარეთ ვინ ჩებოდა მისი ამხანაგები, ისინი უკვე უვლიდნენ ბიძია ჯოს და ბიძია ჯოს ოჯახს. ბიძია ჯო 45 წლის ციხეში, შევიდოდა 5 წელი იჯდებოდა, მე გამოვიდოდა ეს შევიდა, საერთოდ ჯამში 45 წელი იჯდა და იყო ავტორიტეტი. ავტორიტეტი იმ ზანგურ გარემოში და ცხოვრობდა კანარსისი აქედან არის ცოტა იქით ზანგების უბანია. შვილები გაზარდა, შვილები წავდა, მაგრამ მთელი ცხოვრება ჰქონდა ციხეში გატარებული. მე დავძმაკაცით, ხანიქეთური, ხანაკეთური. გავთამამდი უკვე ციხის კანონები უკვე ვიცოდი. უბრალოდ ბიძია ჯო იყო ჩვენი ფარველი, მაგრამ სამწუხაროდ ბიძია ჯო უკვე იყო ასაკში. უყვარდა მარიხვანის მოწევა და ამას მე უკვე აღარ მინდა წიგში ავწერა ამას ყველაფერს, აღწერილი მაქვს, ვისაც ეს ჩემ წიგს წაიკითხავს, იქ ყველაფერი კარგად წერია და ერთ დღესაც ჩვენი ბიძია ჯო ძალიან ცუდად გახდა. მეძინა და რაღაცა ხროკინი დაიწყო, და მეთქი და დაუძახებ ეხა ექიმს და მეთქი რა არა და ასე თვალებში შემომხედა და ძალიან ბევრი რაღაცები გავიხსენეთ იქით ზოგადად ხიარულობდა მაგას და ასე თქვა ჩემ თვალწინ დახუჭა თვალები. ბიძია ჯო გარდაიცვალა. ჩემ თვალწინ ღამე 3 საათიდან 5 საათამდე მოხდა ეს ამბავი და მე უკვე რომ მოვიდნენ ისინი სანიტარები, ბიძია ჯო საკაცზე დააწვინეს და საკვინა გაიყვანეს. მე შოკში ვიყავი, აი წარმოიდგინეთ. ტრის და ის გამოვლილი მქონდა გასოთი ჩემი ომები და ისინი და მეთქი ახლა ეს ღამ აკდა უკვე ზანგებში და იმეში, კაი გაგებით ვიძახი, მაგრამ ესე ძალიან ტკივნეული იყო ჩემთვის და მე ჩავთვალე რომ ეს არის ჩემი ცხოვრება და რას იზავ, ესე იგი ესეც ალბათ საჭიროა ჩემი გაძლიერებისათვის. 3 დღე საქმიდან არ გამოსულა. მაგრამ მე-4 დღეს გამოვედი და სასწაული ზანგები მოდიოდნენ ჩემთან, აი ის ვინც თავიდან ვინც ცემა და აი ესე ხერს მატებდნენ. თითქოს მისი ჭირის უფალი ვიყავი მე და რა ვიცი, აი რა ვიგძენი, აი მაშინ ვიგძენი რომ ადამიანია. თავარია რა სიტუაცია ჩაგდო და ისეთი სითფოთი ჩაიფლა, აი ძალიან არ ვიცი, ძალიან მაგარი იყო და ის სისფერებიც მოვიდნენ ჩემთან და იმათმაც მომისამძიმრეს. ძალიან არ მესიამონა მაგათი მოსვლა, მაგრამ ხელი ჩამოვართვი და მადლობა მაინც უთხარი.
ჯორო გარდაეცვალა, მე მომიწია საკანში ყოფნა 3 კვირა. აი რაღაცნაირად აი გაბრუებული დავდიოდი, რაღაც აი თრალი კაცი რო არის სულ, როგორ ვთქვა, აი რონდება, აი ესეთ იმაში ვიყავი, სევდა, სინანული, ეს პატივისცემა, აი როგორც ისე აი ძალიან მაგრა ვიყავი რა რაღაცნაირად და ამ 3 კვირის განმავლობაში მე ჩემი გამოძიებაც მიდიოდა კისა ნაციონალის რესტორნის დირექტორი იყო, დედაჩემის მეგობარი იყო, თბილისიდან წამოსული ებრაელი. იმან ადვოკატები იქირავა. შეისწავლეს, მე ნარკოტიკები კი არა, სიგარეტი არ მომიწევია და სულ სპორტსმენი ვიყავი და 2 თვისა და 14 დღის შემდეგ გამამართლეს და მე გამოვედი საკნიდან. და გამოვედი ამერიკის ციხიდან. გამოვედი და წავედი პირდაპირ ამ ბიჯია ჯოს ოჯახში. კანარიში აქ ცხოვრობენ და გოგო იყო ეს, ცოტა ისე მიმიღეს თავიდან ზანგები, მაგრამ მე რომ მიხდნენ ვინ ვიყავი, რა ვიყავი. იქაც კაი შეხვედრა იყო და აი ახლაც მინდოდა გახსოვთ მე გითხარით, ახლაც წასვლა მინდა მეთქმა, ვერ მოვახერხე იმ დღეს დავრეკე და წასულები ვართ და ზეგ ჩამოვართ და მეთქი ზეგ არა ხვალ მეუღე მივდივარ მეთქი და არავშავ შემდეგში აუცილებლად ბიჯია ჯოს ოჯახს მივაკითხავ და თუ გადამაღებინეს ალბათ ვიდეოზეც ავსახავ. მე მივედი იმ ჩემს სამსახურში, სადაც ვიყავი. ცოტა საყვედური თუთხარი მეთქი მოშეერქვა. მეთქი ცოტა რაღაცა იქნებ, რაღაცა გეჩა. რა უნდა მეთქვა, რა ვიცი, შენ ვინახარ 2 თვე ჩემთან მუშაობ. რაღაცა, ნუ არ ვიცი, ახლა ხო იცით, ახლა წყენაზე აწყობილი საქმე არ არის და გადამიერად, მაგრამ სამაგიეროდ იმის შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელი ყოველთვის კაი მანქანას მაძლევდა და რამდენი წელი, 1 წელი ვიმუშავე, 1 წელი, თუ ხო რაღაც 11 თვე, რაღაც 1-2 კაპიკი მოვაგროვე და ჩავთვალე რომ უკვე მაქვს რაღაცა კაპიტალი, რიცხვიც ვიყავი ჩამოსული და გამოვიმგზავრე თბილისში. თბილისში ჩამოვედი 2000 წელს და იქ უკვე გადავედი სხვა ეტაპზე. ჩემი აზრით ჩამოვიტანე ფული, ჩამოვიტანე კაპიტალი, დავიწყე საქმიანობა და იქ უკვე ამ საქმიანობას უკვე სხვა პრობლემები მოყვა. რასაც ქვია მეგობრობა, ვისთან უნდა გააკეთო ბიზნესი, როგორ უნდა გააკეთო, ვის უნდა ენდო, ვის არ უნდა ენდო. ეს უკვე მთელი ფილოსოფიაა და ფაქტობრივად ჩვენი არხი და ჩვენი ეს საუბარი მაგის გარკვევას ემსახურება. როგორ ანაირად ამას უკვე თქვენ მაყურებლებო, ფოლოვერებო, მეგობრებო და უბრალოდ შემთხვევით მოხვედრილ ადამიანებო შეაფასებთ თქვენებურად. კაში რომელსაც ქვია ფული. მაგრამ ფულის იქით ცალკე ცხოვრებაა და აი ეს. ნუ ერთ სიტყვით აი ეს იყო მეგობრებო, ეს არის ჩემი ამერიკის ციხის ისტორია. მე ეს კიდევ მოკლე რაღაცები თქვი და ალბათ მე თუ წიგნი დავწერე რაღაცა მოგონებებში, ამასაც შევიყვან. უფრო დაწვრილები და უფრო გავშლი თემას. მე კიდევ მეგობრებო დაგემშვიდობებით. ეს ჩვენი ხო ეს გადაღებას დავამთავრებ და გავაგრძელებთ. შევხვდებით იმედია მომავალ საინტერესო ვიდეოებში. ყველას გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და დაბრკოლებების ღირსეულად გადატანას. კარგად.